ცოცხალ ქალღმერთს შევხვდი. დიახ, არ მოგესმათ. კატმანდუში, სადაც ახლა 2083 წელია, ტრადიციები ყოველგვარ ლოგიკას არღვავს. მე მოვახერხე და საკუთარი თვალით ვნახე კუმარი. პატარა გოგონა, რომელსაც მთელი ნეპალი მეფეებიდან დაწყებული ყველა ეთაყვანება. და აი აქაა შოკი. ის ჩვეულებრივი ბავშვივით არ ცხოვრობს. არ დადის სკოლაში და ტაძარს მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე ტოვებს. ისიც ისე, რომ მისი ფეხი მიწას არ უნდა შეეხოს, რადგან მისი მიწაზე დაბიჯება წყევლად მიიჩნევა. ყველაზე გიჟური კი ისაა, რომ როგორც კი გოგონას პირველი სისხლის წვეთი წამოუვა, თუნდაც უბრალოდ თითი გაიჭრას, ღვთაებრივი ძალა მას ტოვებს. ის ისევ ჩვეულებრივი მოკვდავი ხდება და ტაძრიდან უბრალოდ ცხოვრებაში უშვებენ. როცა ის ფანჯრიდან წამით გამოიხედავს და მის ჰიპნოზურ მზერას დაიჭერ, ტანში ჟრუანტელი გივლის. ეს ისტორია ნამდვილად კინოს გავს. ოღონდ აბსოლუტური რეალობაა. თუ გაინტერესებთ, როგორ ხდება ის ღვთაება, სად ცხოვრობს და როგორ მოვახერხე მისი ნახვა, სრული ვიდეო უკვე ჩემს YouTube არხზეა. ლინკი კომენტარებშია. გადადი და ნახეთ.